იმისთვის რომ ერთი ადამიანი, რომელიც ხშირად ხელისუფლებაა, რაღაცა მონოპოლისტი, ვითომ ბიზნესმენი, ეგ რო გამდიდრდეს, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ზიანდება. ქვეყნის დემოგრაფიული სურათი ზიანდება. კონკრეტულად საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების სამუშაო გარემო ფუჭდება. ფულის შოვნის საშუალება იკარგება, იმიტომ რომ ისინი ბევრად უფრო იაფად აკეთებენ. ქართველს არ უღირს მაგფასად მუშაობა. აქ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ ზოგადად ბიზნესს უშლი ჩვენ ხელს ან რაღაცა ზიანს ვაყენებთ. ეს რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს არის ინტერესში მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ მონოპოლისტ ბიზნესმენებს აწყობთ, რომლებიც თავად არიან ხელისუფლება და მათ ბიზნესია საუბარი, მათი პირდაპირი კომერციული ინტერესია, რომ ღატაკი მოქალაქეები, უცხოელები ჩამოიყვანონ აქ, იმიტომ რომ ისინი ბევრად უფრო იაფად ასრულებენ იმ სამუშაოს, რასაც ქართველი ასრულებს, მაგალითად საკურიერო სფეროში რა კრიზისიც წარმოიშვა, რაზე წარმოიშვა, იმიტომ რომ ქართველი არ მუშაობს ახლა იმ ფასად, რა ფასადაც მუშაობს პაკისტანელი.